გიგრძნიათ როდესმე, რომ გონებაზე ძლიერი თქვენი ემოციებია. ზუსტად ამ კითხვა მე-18 საუკუნის ბოლოს დასაბამი მისცა ხელოვნების ყველაზე ვნებიან მიმდინარეობას რომანტიზმს, რომელმაც განმანათლებლობის ეპოქის ცივ ლოგიკას და რაციონალიზმს ნამდვილი ომი გამოუცხადა. რომანტიზმი იყო არა მხოლოდ ახალი სტილი, არამედ სამყაროს აღქმის ახალი წესი. მხატვრისთვის მთავარი ორიენტირი გახდა ადამიანის შინაგანი სამყარო, ინტუიცია, ფანტაზია და უკიდურესი ემოციები, შიშიდან დაწყებული აღფრთოვანებით დამთავრებული. მათ აღმოაჩინეს, რომ ხელოვნება წესებით კი არა თავისუფლებით იქმნება. აქ ბუნება აღარ არის უბრალოდ ფონი, ის არის უმართავი, დიდებული და იდუმალი ძალა, რომელიც ხშირად ადამიანის სულის ქარიშხალს წირეკლავს. რომანტიკოსი მხატვრები, როგორებიც იყვნენ ჟერიკო და დელაკრუა, ხატავდნენ ყველაფერს, რევოლუციურ იდეებს, გმირულ ბრძოლებს, გემბანის მსხრევას და გიჟურ სიზმრებსაც კი. მათ დაგვანახეს, რომ სამყარო ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ის, რაც მხოლოდ მშრალი მეცნიერებით შეგვიძლია აუხსნათ. შენ როგორ ფიქრობ, ხელოვნების მთავარი მიზანი სილამაზის ჩვენებაა თუ ფარული ემოციების გამოგვიძება? დაწერე კომენტარებში.